მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან უღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერდით ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცოთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. შეგახსენებთ, რომ პირადი დიაგნოსტიკისთვის უნდა მომწეროთ პირად შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე, რომელსაც ვიდეოს ქვემოთ ვუთითებ ხოლმე, რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, ამათ გავაკეთოთ ესეთი გაშლა, რა სირთულეები გადაილახება უახლოეს პერიოდში, ხო? მოდით ავიღოთ პირობითად მაისის ბოლომდე, რა სირთულეები გადაილახება. შევხედოთ. ავიღოთ ორი ვარიანტი და ვნახოთ, რა სირთულეებს გადაილახავთ უახლოეს პერიოდში. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, რა სირთულეები გადაილახება, მოდით იყოს ესეთი თეთრი სპილო და იყოს ყავისფერი სპილო. პირველი ვარიანტი თეთრი, მეორე ვარიანტი ყავისფერი და ვნახოთ, რა სირთულეები გადაილახება უახლოეს პერიოდში, ან მაისის ბოლომდე, ესე რომ ვთქვათ. მოკლედ, მე გადავდებ მეორე ვარიანტს და ვინც პირველი ვარიანტი ერჩიეთ თეთრი სპილო, ვნახოთ, რა სირთულეებს გადალახავთ. აქ რაც შეეხება პირველი ვარიანტისთვის, უმეტესად სირთულეების გადალახვა ეს არის პირადი ურთიერთობა, ხო? სადაც ადამიანს ემოციური, თქვათ, რაღაცა ესეთი არასტაბილური სიტუაცია გააჩნია, თქვენ გადალახავთ ამ პერიოდს და საბოლოო ჯამში მიიღებთ გადაწყვეტილებას. ყოველ შემთხვევაში, როგორი სიტუაციაც აქ სირთულეები არის პარტნიორთან მიმართებაში, როდესაც რაღაცა, თქვათ, არ ვართ ჩამოყალიბებული, ხო? ნუ ან პარტნიორი არ არის ჩამოყალიბებული, ვერ ყალიბდება რა უნდა, ხან ერთ დღეს ერთ სიტუაციას ამბობს, მეორე დღეს მეორეს, ხო? თქვენ ამ სიტუაციას გადალახავთ იმ შიშებს, თქვათ, პარტნიორის დაკარგვასთან დაკავშირებით, ან არ გაგრძელებასთან დაკავშირებით, ან რაღაცა ესეთი რთულ პერიოდებთან მიმართებაში, ეს სირთულე გადალახვადი იქნება და საბოლოო ჯამში თქვენ მიიღებთ იმას, რაც თქვენ გჭირდებათ, ხო? მიიღებთ თქვენს ემოციებს, დააბალანსებთ. ნუ შესაძლებელია აქ ვიღაცებმა ოჯახური სიტუაციის მდგომარეობაც მიიღონ, თუ ოჯახი არის და აქ რაღაცა გაურკვევლობები გაქვთ, მანდაც შესაძლებელია ესე რომ ვთქვათ, დააბალანსდეს სიტუაცია და ის სირთულეები, რომელიც არის გადაილახოს, ხო? შიშის მდგომარეობა, იმის მდგომარეობა, რომ რაღაცა ისე არ მიდის. კი, შესაძლებელია, რომ რაღაც პრობლემური სიტუაციების მდგომარეობა თქვენთვის იყოს რაღაც ესეთი მძიმედ ასაქმელი, მაგრამ მოდით ესე ვთქვათ, დასრულდება საბოლოო ჯამში. შესაძლებელია აქ ვიღაცასთან ის მომენტიც იყოს, რომ მესამე პირების მდგომარეობაც იყოს, მაგრამ თითქოს აი ეს მესამე პირების მდგომარეობაც სრულდება, ესე რომ ვთქვათ, ანუ ადამიანი საბოლოო ჯამში იღებს გადაწყვეტილებას, საით წავიდეს, იღებს გადაწყვეტილებას იმასთან მიმართებაში, რაც ნახეთ როგორი მომენტი არის, თქვენც იღებთ გადაწყვეტილებას და თქვენი პარტნიორიც, ხო? მისთვის რა არის საჭირო და მნიშვნელოვანი. ყოველ შემთხვევაში თქვენ ნამდვილად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ, იმ გადაწყვეტილებას, რომელიც თქვენ მიგიყვანთ თქვენ სასურველ შედეგამდე, ხო? მორჩება, დასრულდება ის რაღაცა გაურკვევლობები, ის წინააღმდეგობები, რაც თქვენს ურთიერთობას აქვს და ის შიშების დაიძლევა, რომელიც არ გაძლევთ, თქვათ, წინსვლის საშუალებას, ხო? რაღაცა აქტიურ ფაზას თქვენი ურთიერთობისა შეიძლება ითქვას. ძალიან კარგი, მშვენიერი სიტუაცია არის, გადალახვადი არის, რაც თავარი არის და რაც თავარი ის, რომ აქ შეძლებთ იმას, რომ ახალი ენერგიებით და ახალი ემოციებით და ახალი ცხოვრების ეტაპი დაიწყოთ, ესე რომ ვთქვათ, მაისის ბოლოდან ესე გამოდის. პირველი ვარიანტი გადალახავს განსაკუთრებით ეს პირად ურთიერთობასთან მიმართებულ პრობლემებს. ძალიან კარგი. და მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტი. რას გადალახავს მეორე ვარიანტი, ვინც აირჩია? მეორე ვარიანტი რას გადალახავს? იცით რა არის? აი, მეორე ვარიანტის მდგომარეობის გადალახვა ეს არის, მე ესე ვიტყოდი, ეს არის კარმული სიტუაციები, როდესაც ადამიანი უნდა გაიზარდოს, ხო? და
ჩამოყალიბდეს, სად მიდის, რა მიზნებისკენ მიდის. აქ ესე ვიტყოდი, რომ თქვენ გადავლახავთ, მე მგონი აბსოლუტურად ყველაფერს, რაც კი არსებობს თქვენს ცხოვრებაში, პატარ-პატარა ნიუანსები, არასწორი მდგომარეობის, ხო? ეს იქნება პირადი ფინანსები, ჯანმრთელობა, ანუ ნახეთ, მეორე ვარიანტი ფაქტიურად რაღაცას ასრულებს, ძალიან გლობალურს და გადადის ახალ ენერგიებში, ახალ წამოწყებაში, ახალ ცხოვრების დასაწყისში, რას გადალახავთ. იცით რა, აქამდე თუ თქვენ გქონდათ რაღაცა ილუზიური მომენტები და ცოტა უფრო მეტად, თქვათ, ოცნებას უფრო აქცევდით ყურადღებას, ვიდრე რეალურად ესე ვთქვათ, რაც ხდებოდა თქვენს გარშემო, ამას თავს არიდებდით და თვალს ხუჭავდით რაღაცებზე, ეხლა აღარ დახუჭავთ არაფერზე თვალს და ნახეთ როგორი მომენტი. აქ არის სიტუაცია, როდესაც ადამიანი მიხვდება, რომ მოვიდა დრო დაიწყოს მუშაობა საკუთარ თავთან მიმართებაში, მოვიდა დრო, რომ ნახეთ ქურუმი და ქურუმი ქალი. აქ უფრო იცით როგორ მომენტია, ნახეთ ადამიანი დაიწყებს ყველაფრის გაანალიზებას, თავის ინტუიციაზე დაყრდნობას, მისი ქვეცნობიერი რასაც ეტყვის იმ მიმართულებით წავიდეს, ხო? ცოტა უფრო ღრმად გაეცნობა, თქვათ, შეიძლება ეზოთერიკასაც, ხო, რაღაცა მინიშნებებს გაეცნობა ღრმად. საკმაოდ საინტერესო და ესეთი ინფორმაციულად თქვენთვის შეიძლება ითქვას ნაყოფიერი პერიოდი იქნება, იმიტომ რომ თქვენ ფაქტიურად აქამდე თუ ცოტა ილუზიურად უყურებდით ამ ყველაფერს და ფიქრობდით, რომ აი რაღაცა უბრალოდ არ გინდოდათ შეიძლება. ნახეთ, ზოგადად არის ხომ ესეთი მომენტი, რომ ადამიანს უბრალოდ არ უნდა რაღაცის აღიარება, ხო? აი აქ უკვე მიხვალთ იქამდე, რომ თქვენ უნდა აღიაროთ თქვენი შეცდომა, თქვენი არასწორი ნაბიჯი, ვთქვათ, ხო? აღიაროთ ის, რომ თქვენი ოცნება და მიზანი არ იყო, ვთქვათ, პირობითად ეხა როგორც ხართ, ხო? უფრო სხვა მასშტაბებზე იყო გათვლილი, ხო? აი უკვე ამ აღიარებას როგორც კი დაიწყეთ, თქვენი ცხოვრება აშკარად ბევრ ინფორმაციას მოგიტანთ თქვენი ცხოვრების გადაწყობაზე და გადალაგებაზე, ხო? აქ თუ ურთიერთობის მომენტიც იყო შესაძლებელი, აქ ურთიერთობა უფრო ისეთი დაბალანსებული გახდეს, კარიერული კუთხით თუ იყო რაღაცა პრობლემები, ამ ხრივაც დაბალანსდება სიტუაცია, მატერიალურად ნახეთ, თქვენ იწყებთ უკვე არა ემოციურად ცხოვრებას, ხო, არამედ გონებით, როდესაც ყველა ნაბიჯი, ყველა სიტუაცია არის სტრატეგიულად გათვლილი. და კიდევ ერთს კი თავიდანვე ვთქვი კიდევაც და ეხლაც ვიტყვი, რომ თქვენ თავისუფლდებით რაღაცა, იცით როგორი მომენტები, აი კარმული მომენტები, როდესაც არის რაღაცები სასწავლი, როდესაც გვაქვს რაღაცები გასაანალიზებელი, როდესაც არის ხო ადამიანის ცხოვრებაში, თქვენ განთავისუფლდებით ყველაფრიდან. აი თითქოს იცით როგორი მომენტია, სამყარო მოგცემთ, აი ეს პერიოდი, ეს მაისის ბოლომდე თქვენთვის იქნება რაღაცა გაანალიზების პერიოდი, როდესაც ჩემი გამოცდილებებიდან გამომდინარე უფრო კარგად ვხედავ, სად რა, როგორ და რანაირად უნდა დავალაგო და აი თავისუფლდები ყველა იმ პროგრამიდან, რომელიც ჩემს გარშემო იყო და ვიწყებ ახალ ცხოვრებას, ხო? რაღაცა ციკლის დასრულება ხდება და ეს ციკლის დასრულება თქვენთვის იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ ამ ციკლის დასრულების შემდეგ ადამიანი გადის ახალი საწყისებისკენ, ესე ვთქვათ, ხო? ახალი სტრატეგიებისკენ, ახალი მიზნებისკენ, ახალი ოცნებისკენ და ну საბოლოო ჯამში რაღაც სიახლეებს მოგიტანთ. მაისის ბოლოს უკვე ეს ყველაფერი. შვენიერი ორი ვარიანტი. მე ბედნიერებას გისურვებ თითოეულ თქვენთაგან წარმატებას, ულევ და უსასყრო სიყვარულს და იმედია გამოგადგებათ რაღაცა ინფორმაციულად ეს გაშლი. დროებით.